გამოწვევები განზომილებული რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში რეფორმის ავტორები და რეფორმის ინიციატორები, რომ პირიქით ეს რეფორმა ემსახურება ეკონომიკურ ზრდას და ყველანაირად არის ეკონომიკის წინსვლისკენ მიმართული, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვიცით, რომ რეფორმის გარშემო არის უამრავი კითხვა სწორედ ამ მიმართულებითაც ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური მიმართულებებით. ვეცდებით, რომ აი ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავშალოთ ეს თემა, ასევე ვეძებოთ რაღაცნაირად მათი ლოგიკა იმ ხალხისა, ვინც ამ რეფორმას გვთავაზობს როგორც ეკონომიკური წინსვლის მქონე ინიციატივას, ვეძებოთ ის ლოგიკა, როგორ ამართლებენ ამ თავიანთ გადაწყვეტილებას, ამ თავიანთ პარადიგმას და ასევე თუ ვერ ამართლებენ, ჩვენ რა გვაქვს დასაპირისპირებელი ამ მათ გამართლებასთან და ჩვენ რა გგონია, რა ეკონომიკური, ფინანსური თუ სოციალური სირთულეები და გამოწვევები აქვს აღნიშნულ რეფორმას. პირველ რიგში გადავცემ სიტყვას სიკოს და სიკოს მერე გოტაც ისაუბრებს ალბათ. აქეთ დავდგები. ესე იგი, პირველი როცა დავიწყე ფიქრი ამაზე, როგორ შეიძლება შევაფასოთ დანახარჯები ან დანაკარგები, რაც მოაქვს ამ რეფორმას, შეგვიძლია რამდენიმე სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. ერთი არის ფინანსური დანაკარგები ან დანახარჯები, რომელიც პირდაპირ ან ირიბ ფინანსურ დანახარჯებში შეიძლება ვეძებოთ. მაგალითად, რა ფულია საჭირო იმისთვის, რომ ეს რეფორმა გატარდეს. მაგალითად, რა დაეხარჯება სახელმწიფოს იმისთვის, რომ იმის ნებს მიაღწიოს, რაც დაისახა, ამაზე შეიძლება ფიქრი. შესაბამისად, კიდევ ერთი არის ხარჯები, რაც ეკნება, მეორე არის რა შედეგებს მოიტანს. შესაბამისად, ხარჯდეფექტიანობა შეიძლება გამოდვალოთ, რამდენად ხარჯდეფექტიანი ის, რასაც აპირებს. კიდევ ერთი საკითხი არის, მაგალითად, აიზრდება თუ შემცირდება განათლებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა, რასაც საზოგადოება ან სახელმწიფოებს განათლებაში ეს იქნება საინტერესო. ეკონომიკურ ხარჯებზე ფიქრის დროს შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, მაგალითად, განათლების ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა გაზრდის თუ შეამცირებს ერთი მხრივ პირად შემოსავლებს და მეორე მხრივ ამდენად გაზრდის ან შეამცირებს ეკონომიკას, ან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში. ასევე შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, რა ეფექტი ექნება ამ რეფორმას სამუშაო ძალების ფორმირებაზე, მაგალითად, რა სექტორებს შევუწყობს ხელს, რომ განვითარდეს ან რა სექტორებს შეამცირებს. ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, გაზრდის შეამცირებს საქართველოს მიმზიდველობას ეკონომიკური აქტივობისთვის, პატიმროსტისთვის. შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, ასევე ცალკე მიმართულება, სოციალური მიმართულება, მაგალითად, გაზრდის თუ შეამცირებს თანასწორობას საზოგადოებაში, ხელშეუწყობს თუ არა სოციალურ მობილობას. მაგალითად, როგორ შეცვლის ეს რეფორმა ადამიანების ყოფას, მაგალითად, შეცვლის თუ არა ურბანულ გარემოს, ასე ვირდებიან, ხო? მაგალითად, რამდენად იმოქმედებს ეს რეფორმა საზოგადოებაში ჯანმრთელობაზე ან მაგალითად კრიმინალის რაოდენობაზე. და ცალკე საკითხია, რაც არ შეგვეწერა, მაგრამ მე მგონი ეს მნიშვნელოვანია. კულტურაზე როგორ იმოქმედებს, განათლების კულტურაზე, მაგალითად იმაზე, ჩვენ რა წარმოგვიდგენია, რომ არის განათლება და როგორი გაგება არსებობს საქართველოში განათლების ამაზე თუ იმოქმედებს თუ დაინერგა ეს რეფორმა. მე დღეს ვილაპარაკებ უფრო ფინანსურ და ეკონომიკურ მხარაზე, მაგრამ შეგვიძლია მე გავაგრძელოთ ასევე სოციალურ და კულტურულ მხარეებზეც, სოციალურზეც ნაწილობრივ ვილაპარაკებ. თან ეს დღევანდელი შეხვედრა არის პრინციპში სერიის ნაწილი. მე მინდა რომ შემდეგზეც გავაგრძელოთ ამაზე საუბარი და უბრალოდ შევეცდები რომ ავთვალოთ ეს ერთად რა შეიძლება დაგვიჯდეს სინამდვილეში. ეს დათვლა არ არის მარტივი, რომ ძალიან ძნელია მონაცემების მოპოვება. მაგალითად,
ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 50-დან 60,000-მდე ჩდება თითო პროგრამის აკრედიტაცია და ამ პროგრამების რაოდენობა, რომელსაც ეხლა უბრალოდ წყალში გადაყრია, ეს რომ დავთვალოთ, ხო შეგვიძლია უბრალოდ გავამბობთ, ეს 50-60,000, და ყველაზე თუ ვიცით, რომ 20 პროგრამა გაუქმდა სიტყვაზე რომელიღაც უნივერსიტეტში, ეს უკვე არის მილიონამდე გადაყრილი პული. 200-მდე გაუქმდა ჯამში. ხო, ეს გამოდის 10 მილიონი დაახლოებით, რაც გადაიყარა მარტო აკრედიტაციის ხარჯებს. ხო, 200-მდე პროგრამა შემცირდა. ეხლა ჩვენ არ ვიცით ეს ბოლოს ჰქონდა თუ არა აკრედიტაცია მიღებული ამდენი წლის ჰქონდა ეს არის ბოლო მონაცემები აკრედიტაციის ხარჯებს, ხო? 5 წლის წინ ნაკლები ჩდებოდა აკრედიტაცია საერთაშორისო მასშტაბით, ადგილობრივ მასშტაბით და ასე შემდეგ. ისე რომ ძალიან ძნელია ამის დადგმა. მაგრამ ასეთივე დანახარჯები არის მაგალითად პერსონალის მომზადებაში დახარჯული თანხები, ხო? აი მაგალითად ის საერთაშორისო პროგრამების თანხები, რომელიც დაიხარჯა იმისთვის, რომ ეს პერსონალი წასულიყოს საზღვარგარეთ, მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, დაიხარჯა ფული ბიბლიოთეკების შექმნაში, დაიხარჯა ლაბორატორიების აღჭურვაში და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილის აღრიცხვა ძალიან ძნელია. მაგრამ რა შეგვიძლია აღვიქვათ? ანუ რა შეიძლება რეალურად დავთვალოთ? ხო, აი მაგალითად ერთ-ერთი არის ის, რომ მაგალითად რამდენია უცხოელი სტუდენტების შემოტანილი თანხა საქართველოს განათლების სისტემაში. საქართველოში დაახლოებით 44,000 უცხოელი სტუდენტია და აქედან სადღაც 9,000-მდე სწავლობს საჯარო უნივერსიტეტებში. ეხლა ისიც რთულია დავთვალოთ ზუსტად რამდენი იქნება თითოეული, მაგრამ საშუალოდ თუ დავთვლით, რომ ის სადღაც 6-დან 9,000-მდე არსებიან წელიწადში, დაახლოებით და თუ დავთვლით რამდენი პროცენტია ამ სტუდენტების საჯარო უნივერსიტეტებში და გამოვაკლეთ იმ პროცენტს, სადაც შევამციროს სახელმწიფო, ანუ მოაგიცნათ, სახელმწიფო თქვა, რომ 5%-ზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს უცხოელი სტუდენტი. თავიდან თქვეს, რომ საერთოდ არ შეიძლება უცხოელი სტუდენტები იყვნენ, ან თუ თავდაპირველი გეგმა განხორციელდებოდა, დაახლოებით 120 მილიონ ლარს დაკარგავდნენ საჯარო უნივერსიტეტები. რადგან თქვეს, რომ რაღაცა 5%-ამდე ჩამოიღო, ნუ ამაზე გაცილებით თანხები იყო დანაკარგი, მხოლოდ 3% იკლებს და 9%-ული ერთეულით იკლებს დაახლოებით ეს დანაკარგი და სადღაც 45 მილიონი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საჯარო უნივერსიტეტები დაკარგავენ ამ რეფორმის გამო, იმიტომ რომ ეყოლებათ ნაკლები უცხოელი სტუდენტები. თან თუ ჩავთვლით იმას, რომ სინამდვილეში შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტი ეყოლებოდათ, იმიტომ რომ ეს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ხო, მაშინ შეგვიძლია ვივარავდეთ, რომ კიდევ უფრო მაღალი დანაკარგი აქვს ამის გამო. საჯარო უნივერსიტეტებში სწავლობს დაახლოებით 100,000 სტუდენტი და ესე იგი მათგან შემოსავლები არის დაახლოებით 200 მილიონი ლარი. ეხლა ერთი წელი რო აკლდება პროგრამებს, ხო, მაგალითად ბაკალავრიატში ერთი წელი და მაგისტრატურაში ერთი წელი, რომ ყველა პროგრამას თავიდან როგორც თქვეს, რომ თუ დააკლდებოდა ეს ერთი წელი, სადაც 55 მილიონი ლარი აკლდებოდა დამატებით კიდევ ამ უნივერსიტეტს. პროგრამის 25% თუ შეამცირე, ანუ 25%-ს ჩავთვლით, ხო, მოდელირებას გავაკეთებ, რომ დააკლდა ანუ 25%-ს თუ შეეხება ის, რომ რჩება 20 წლიანად ან 2 წლიანად, მაშინ კარგავენ ეს უნივერსიტეტები 40 მილიონი. ანუ უკვე ავედით სადღაც 90 მილიონზე მხოლოდ უცხოელი სტუდენტების და თითო წლის მოკლება. რამდენსაც კარგავს საჯარო უნივერსიტეტი. მე გავაგზავნოთ რეფორმის. საერთაშორისო მასშტაბით კვლევები აჩვენებს, რომ პირადი შემოსავლები თითო წელი თუ როცა ემატება განათლებას, სადაც 10-დან 10%-მდე იზრდება. ანუ თქვათ, მე თუ მექნებოდა 1000 ლარი შემოსავლი, თითო წელი ჩემი განათლების უდრის სადღაც 100 ლარს ამ 1000 ლარიდან და შეგვიძლია გავფიქრდეთ იმაზე, რამდენი სტუდენტისთვის იქნება ეს დაახლოებით 10%,
ეს საერთაშორისო კვლევები იმას აჩვენებს, რომ 15%-ია უმაღლესი განათლების შემთხვევაში, საერთაშორისო კვლევები იმას აჩვენებს, რომ დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში უფრო მაღალია ეს პროცენტი კიდევ უფრო ვიდრე მაღალ შემოსავლიან ქვეყნებში. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაშინებს მაღალი ფასები, იმიტომ რომ ევროპაში დაბალია ფასები და იქ დაბალი შემოსავლებიც არის და იქ მშვიდობა არ არის და აქ არის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ მართლა სერიოზულად შევხედოთ, ანუ თითოეულ ადამიანს აკლდება შემოსავალი იმით, რომ თითო წელი აკლდება სკოლაშიც და აკლდება უმაღლესშიც. ანუ უმაღლესი შეიძლება 2 წელიც დაგაკვირდეს, იმიტომ რომ ბაკალავრიატშიც დაგაკვირდეს და მაგისტრატურაშიც დაგაკვირდეს. მაგრამ თუ შევხედავთ უკვე მაკროეკონომიკური კუთხით, მაგალითად მშპ-ს გავლენას თითო წლის, მაგალითად ზოგიერთი კვლევის მიხედვით 4-დან 6%-მდე იზრდება, უბრალოდ თითოეული წელი განათლების იწვევს 4-დან 6%-მდე მშპ-ს ზრდას. საქართველოს მშპ არის 100 მილიარდზე მეტი 26-ში. ანუ ლაპარაკი არის, რომ ჩვენ თითო წლის მოკლებით არ გაქვთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მშპ გაიზარდოს 4-დან 6 მილიარდ ლარამდე. დანაკარგის სინამდვილეში შეგვიძლია დავთვალოთ როგორც თითო წელზე 4-დან 6 მილიარდი არის. ანუ თუ გავთვლით იმას, რომ 3 წელი აკლდება კიდევ და ანუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ ვერ ჩააბარებს უმაღლესში. მაშინ ეს დანაკარგი არის ძალიან დიდი. ანუ ის 100 მილიონი, რასაც ვახსენე, არაფერი არ არის ამასთან შედარებით. ეს 4 მილიარდი ლარი არის 2-ჯერ მეტი ვიდრე მთელი საქართველოს განათლების ბიუჯეტი. უმაღლეს განათლებაზე, რო წარმოვიდგინოთ 4 მილიარდი რამდენია, უმაღლეს განათლებაზე საქართველოში იხარჯება 190 მილიონი. უმაღლეს აკადემიურ განათლებაზე. ანუ არის 10-ჯერ უფრო მეტი, ხო, ის ბიუჯეტი ვიდრე უმაღლეს განათლებაა და ეს მშპ არის 2-ჯერ უფრო, 20-ჯერ უფრო მეტი დაიკარგება, ვიდრე უმაღლეს განათლებაში ხარჯავს სახელმწიფო. ასე რომ ძალიან დიდი დანაკარგია სინამდვილეში ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეხლა ეს შეხედვით სხვანაირად კიდევ იგივე მონაცემები. მშპ-ისთვის არის ზოგიერთი ხარჯები, რაც მშპ-დან უნდა წავიდეს მერე საზოგადოების საჭიროებებს. ზოგიერთი არის ინვესტიცია, ზოგი არის ვირთი. ანუ მაგალითად განათლებაში დახარჯული ხალხი არის ინვესტიცია, იმიტომ რომ იმპულს რო დახარჯავ, მერე იმას რაღაცა უკუგება მოაქვს პოზიტიური. მაგრამ არის ვირთი, რომელსაც ნაკლებად მოაქვს პოზიტიური უკუგება. მაგალითად ასეთი ვირთია კრიმინალების შეზღუდვის ხარჯები. აი მაგალითად პენიტენციურ სისტემაში საქართველოში, პენიტენციურ სისტემაზე ეს საქართველოში იხარჯება მოკლედ განათლებაზე, რომ 190 მილიონი იხარჯება. სასჯელ აღსრულების სისტემაზე იხარჯება 312 მილიონი ლარი. ანუ არის დაახლოებით 60% მეტი ვიდრე უმაღლეს განათლებაზე. და პენიტენციური სისტემა საქართველოში არის, უბრალოდ საქართველოში ციხეებში ზის ბევრად მეტი ადამიანი ვიდრე ზის ევროპაში. ჩვენ მეორე ევროპის ქვეყნების მასშტაბით პატიმრების რაოდენობით ყოველ 100,000 მოსახლეს. ან ჩვენთან 290-ზე მეტი ადამიანი ყოველ 100,000 მოსახლეზე პატიმარი, მაშინ როდესაც მაგალითად ფინეთში არის დაახლოებით 50. ჩვენთან არის დაახლოებით 300, იქ არის 50. ახლა განსხვავება წარმოიდგინეთ და საშუალო ევროპული არის 100 და ჩვენთან არის დაახლოებით 300. ჩვენ გვისწრებს ერთ-ერთი თურქია. ანუ არც ერთი ევროპული დასავლეთ ევროპული ქვეყანა არ არის ესეთ დღეში, როგორც არის საქართველო. და ეხლა შევხედოთ კიდე ანუ ამას სხვა პერსპექტივით. საქართველოს უმაღლესი განათლების ბიუჯეტი არის 190 მილიონი. სიამდვილეში 190 მილიონი არც არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერს მოიცავს ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. ეს არ არის გრანტები, ან სასწავლო გრანტები და ასე შემდეგ. მაგრამ ის 190 მილიონიც რო გავხოთ საჯარო კი არა, საერთოდ სტუდენტების რაოდენობას გამოდის, რომ სახელმწიფო სტუდენტებზე საშუალოდ ხარჯავს 1400 ლარს. და თითო პატიმარს ამ ქვეყანაში იხარჯება 26,000 ლარი წელიწადში.
ანუ სტუდენტზე 1400, პატიმარზე 26000. ეხლა კითხვა უნდა დავსვათ, ხო რომ რა გვირჩევნია, რაში ჩავდოთ ფული. განათლებაში თუ პატიმრების გამრავლებაში. პატიმრების გამრავლება ისეაც ხდება ამ რეფორმის გარეშე. ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ განათლება, წავიდნენ კრიმინალურ სამყაროში. და ეს არის ცნობილი ფენომენი, რომ და ჩვენთანაც პატიმრების განათლებას თუ შევხედავთ, იქ ნახავთ, რომ 70% პატიმრების არის ხალხი, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს. პირდაპირ კავშირი არსებობს განათლების მოცულობას და კრიმინალს შორის. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა, უბრალოდ აი ძალიან მარტივად შევადაროთ სხვა ქვეყნებს, არის ორიენტირებული რეპრესიებზე და პატიმრების რაოდენობის გაზრდაზე, ამცირებს შემოსავლებს უნივერსიტეტებისთვის, ხელს უწყობს იმას, რომ ხალხი წავიდეს კრიმინალურ სამყაროში და მერე შეზღუდოს ეს უკვე საშუალო აღსრულების ბიუჯეტის მუდმივი ზრდით. საშუალო აღსრულების ბიუჯეტი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უმაღლესი განათლების ბიუჯეტი და ეს არის თვალსაჩინო. ეხლა ძალიან საინტერესო კიდე ერთი მომენტი არსებობს. ანუ შეიძლება წარმოგიდგენთ კიდევ ხო, ანუ 190 არის უმაღლესი განათლების და 312 მილიონი არის საშუალო აღსრულები. ასეთი მონაცემი არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. ის რომ საშუალო აღსრულების სისტემას მეტი საბიუჯეტო განახარჯი კონდეს, ვიდრე უმაღლეს განათლებას, ეგეთი ევროპული ქვეყანა უბრალოდ არც ერთი არ არსებობს. ეხლა რო შევადაროთ ევროპულ ქვეყნებში რა ხდება? ევროპულ ქვეყნებში 10-ჯერ უფრო მეტი, ანუ 20-ჯერ უფრო მეტი ფული იხარჯება უმაღლეს განათლებაზე, ვიდრე საშუალო აღსრულების სისტემაზე. ეხლა დაახლოებით რაოდენობები რო წარმოვიდგინოთ, აი როგორ განსხვავდება მაგალითად პატიმრების რაოდენობით საქართველოს და სხვა ქვეყნები, ხო? მაგალითად 100,000 მოსახლეზე, აი ფინეთი კითხავთ, დაახლოებით 50-ია, გერმანიაში არის 67 და ნორვეგიაშია 54. ხო, აი ჩვენ გაცილებით უფრო მეტი კრიმინალი გვაქვს, ვიდრე იმ ქვეყნებში. რატო აქვს იმათ ნაკლები კრიმინალი? ერთ-ერთი პასუხი არის სწორედ იმაში, რომ განათლებაში ხარჯავენ მეტ ფულს. და ხო, ეს არის გასათვალისწინებელი. რაც ნაკლებ ფულს დავხარჯავთ განათლებაში, მით მეტი არის გვაქვს. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ მიმართულებით ის ეს ქვეყანა. სხვა საკითხებია უკვე ის, რომ ჯენობები უნდა გავყიდოთ, რაღაცა ეს ქალაქი უნდა შეიცვალოს, მერე განათლების ღირებულება უნდა შეიცვალოს, ოტრების მერავებად უნდა გავზარდოთ თურმე ახალგაზრდები და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად აი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტშიც რო ჩავიხედოთ, უკვე ძალიან აშკარაა რა არის პრიორიტეტი. მაშინ საინტერესოა ეს სახელმწიფო ბიუჯეტი, ჩავიხედოთ იქ რაღაცა უსაფრთხოება რაღაც ნახები, რომელიც არავინ არ იცის რა არის და რისთვის არის, მაგალითად უმაღლესი პროფესიული განათლებისთვის წელს გაჩნდა 150 მილიონი, რომელიც უბრალოდ არავინ არ იცის. რას ნიშნავს და ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს რაღაც პოლიციის აკადემიის იყოს, შეიძლება იყოს სამხედრო აკადემიის, შეიძლება რაღაცა უბრალოდ არავინ არ იცის. ეს ფული და ლაპარაკია, რომ უმაღლესი განათლების ბიუჯეტი გაორმაგდა, ისე რომ აკადემიური უმაღლესი განათლების ბიუჯეტი არ გაორმაგდა. არ გაზრდილა მნიშვნელოვნად, სულ ცოტათი გაიზარდა. ისე რომ ხო, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ეს დაკარგული მილიარდები, რაც ეკონომიკურ ზრდას არ, ესე იგი, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, გვიღირს თუ არ გვიღირს, ვიღირს თუ არა ის, რომ გაგვეზარდოს ხარჯები პენსიური სისტემის და სასჯელო აღსრულების სისტემის და საერთოდ რა გვინდა ამ ქვეყანაში გავხდეთ, როგორც ფინეთისას, მაგალითად ის 50 ადამიანი რო ყოველ 100,000-ზე, იმ 50-დან 30% ციხეში არც არის. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში გარეთ არის და მერე ღამე ძინავს ციხეში. თუნდაც ესეა ხო, დღის განმავლობაში რუსთაველს და მეორე ციხეში. მაგრამ ფლატ იგივე სისტემა მაინც არის. მადლობა სიკო. ეხლა კითხვებისთვის შეგვიძლია გამოვყოთ რაღაც პერიოდი, სიკოსთან ვის აქვს აი ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები. მე მაქვს ერთი კითხვა, მაგრამ
სანამ მე დავსვო. მიკროფონში რო ვთქვა, რომ უკეთებას. ერთი რაც მაინტერესებს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა ქონდა, მაგალითად ილიას უნივერსიტეტის მახსოვს რომ ყარაბაღშიც ქონდა რაღაცა დიდი შენობა, რომელსაც არ ვიცი, აი მაინტერესებს ქონდა თუ არა გაქირავების უფლება და რამდენად იყო ის არსებული ინფრასტრუქტურა რაღაცა შემოსავლის წყარო და თუ იყო ესაც დაიკარგებოდა ეს ინფრასტრუქტურის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ის არის ასევე რომ საქართველოში ეკონომიკის ანატომია ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და ისედაც low efficiency jobs რასაც ვეძახით, ანუ ყველაფერი დაბალანაზღაურებაც ამსახურებს არის მიტყული და ამ რეფორმის მთავარი პრობლემა ასევე დიდ სურათთან მიმართებით რაც ეხება ეკონომიკის განვითარებას ის იქნება რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიები საერთოდ არ გვექნება. აი მაგალითად რო გავიხსენო, მაგალითად ესტონეთში მოიგონა Skype და მე რამდენიმე მილიარდი გადაიხადეს, როცა გაყიდეს და ესეთი რაღაცა ინოვაციები, ან ტექნოლოგიები, ან მაღალ შემოსავლებს მიბმული ახალი ცოდნის ეკონომიკას, რასაც ვეძახით, უბრალოდ აღარ იქნება და ეს ბოთლისმბერავები რასაც ვეძახით, ანუ მაგაზე იქნება მთლიანად ეს ეკონომიკური განვითარების ხაზი მიბმული და ყველაზე დიდი დანაკარგი მე მგონი ის იქნება, იმიტომ რომ მაჩანჩალები ვიქნებით და ვინმე თუ ისეთი არის, რომელსაც რაღაცა ახალი ტიპის ცოდნა შექმნა შეუძლია, რომელიც მაღალანაზღაურებადია, ის ამ ქვეყანაში უბრალოდ აღარ დარჩება. და ალბათ რახან ეკონომიკურ დანაკარგებზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი დანაკარგი ამ ქვეყნის ალბათ ეს იქნება იმ ხელშესახებ და გაზომვად დანაკარგთან ერთად, რაზეც შენახა ისაუბრეს მეგონა რომ გოგო პრინციპში პასუხები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები თქვა რუსომ, ანუ ერთი არის რომ თულია საერთოდ დათვალო, აი მაგალითად ეს ტვინების გადინება, რამხელა ზარალია, აი მაგალითად უნივერსიტეტებიდან ახლა გავლენ ადამიანები, საჯარო სექტორიდანაც გავლენ. თვითონ სტრუქტურაც საინტერესოა უმაღლესი განათლების საქართველოში. მაგალითად ერთო უნივერსიტეტებში უკვე 40%-ია უცხოელი სტუდენტები, მაგრამ ამ 40%-ს არ აინტერესებს ხშირად ის სპეციალობები, რისი პროგრამების იყურება სხვა უნივერსიტეტებში. ისე რომ ის ავტომატურად არ მოხდება, რომ პროფესორებს ექნება შესაძლებლობა რომ წავიდნენ კერძო უნივერსიტეტებში და იქ ასწავლონ, იმიტომ რომ უბრალოდ იქ ძირითადად მედიცინა აინტერესებს. მაგრამ როცა იკლებს შესაძლებლობა განათლების ადამიანები მიდიან არაფორმალურ განათლების მისაღებად სკოლის შემდეგ ან უფრო მარტივი პროფესიული განათლების მისაღებად, როგორც რუსომ აღნიშნა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ისინი მერე დასაქმებენ უფრო დაბალ ტექნოლოგიურ სექტორებში. ეს რა თქმა უნდა არ არის ახალი ტიპის ეკონომიკის შესაბამისი პროფესიული განათლება, მაგალითად პროგრამირება და კოდინგი და ასე შემდეგ. მაგრამ ხოდა ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ უბრალოდ დანაკარგი კი არ არის ეკონომიკის პერსპექტივის დანაკარგიც არის. შენ ახლა მე-20 საუკუნის პროფესიებისკენ უგიზგებ ადამიანს, როცა 21 საუკუნის განვითარება გჭირდება. და რაც შეეხება ამ ქონების პრობლემა უკვე დიდი ხანია არის. ამ უნივერსიტეტებს აქვს ბევრი ისეთი ბაზა, საცდელი ლაბორატორიული თუ საკონფერენციო და ასე შემდეგ, რასაც წესიერად ეხაც ვერ იყენებენ. ანუ ეხაც ვერ აკირავენ. უაზრო კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია დასჯაზე და რაღაც ახალისებაზე, რომ უნივერსიტეტებმა საკუთარი შემოსავალი აწარმოონ, რომ ეხლაც ვერ აკირავენ. აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტის მაგალითი რო ავიღოთ, აბასტუმნის ობსერვატორია, მას მე რაც მიუერთებიას, ილიას უნივერსიტეტმა ხადო უზარმაზარი თანხა იმაში, რომ ის რამდენჯერმე გაერემონტებინათ, რამდენჯერმე ჩამოართვეს, მე დაუბრუნეს და ყოველ ჯერზე თავიდან იწყებოდა აღჭურვა. ამ აბასტუმნის ობსერვატორიასთან არსებული სასტუმროები და თავის დროზე აკირავდა, ხო, არა მხოლოდ
კონფერენციებისთვის, არამედ დაფუძნებული შეიძლება გეკირავო და აგესწრება იქ და ეხლა იქ ნებართვებით შედიან მეცნიერის კი ვერ შედის ნებართვის გარშე. რაც კარგად აჩვენებს იმას, რა არის პრიორიტეტი ამ საფუძველზე. სამაგიეროდ 10 მოთხოვნის საფუძველზე ცა დაკეთეს. კარგი, მოსაზრებები კიდევ. გოდა. ერთ-ერთი კითხვა, რაც აი ეკონომიკურ საკითხებზე როცა მსჯელობ და განათლებაზე, რაც დაისმის ხოლმე, არის რომ თქვა გვაქვს თუ არა ჩვენ რესურსი, საკმარისი რესურსი, რომ აი განათლებაში თქვა ჩავდოთ, ხო, უმეტეს თქვა ამ ფინეთი ან ესტონეთი თუ მოყავს ხოლმე მაგალითად და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ჯერ რაღაცა დოლარი უნდა დავაგროვოთ და მერე შეგვიძლია რომ თქვა ეს რესურსები გავიღოთ განსაკუთრებით თქვა თუ რაღაცა მის სოციალურ განზომილებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე და აი ამაზე ჩვენ რა შეგვიძლია რომ ვეთქვა ამ თვალსაზრისით საინტერესოა თვითონ კატეგორია დანახარჯების არის ალტერნატიული დანახარჯის ცნება არსებობს. ესეთი ისეთ opportunity cost. Opportunity cost-ი ან ეს ალტერნატიული დანახარჯი ან გაშვებული შესაძლებლობის დანახარჯი არის. ის დანახარჯი რაც შეიძლება და სხვა სფეროში დაგეხმაროთ. აი მაგალითად როცა ამბობთ რომ 312 მილიონს ვარჯავთ პატიმრების ბოლოში კონტროლ. ხო იმ 312 მილიონიდან აი მაგალითად რომ გაგვენახევრებინა პატიმრებიდან ხარჯი გაგვენახევრებინა 160 მილიონი შეიძლება და დახარჯულიყო განათლებით. 160 მილიონი დამატებით უმაღლეს განათლებას შეიძლება რომ გააორგაკეთოთ. უმაღლეს განათლების დაფინანსება. წარმოიდგინეთ ეს არის გაშვებული შესაძლებლობა საბოლოო ჯამში და როცა ამბობენ ხოლმე ჩვენ ფული არ გვაქვს რაღაც ამ კრიტერიუმით უნდა შევხედოთ ხოლმე რომ არის თუ არა ეს ანუ გვაქვს თუ არა ფული რომელიც შეიძლება და სხვა რამეში დახარჯულიყო და არის გვაქვს თუ არა ეს ალტერნატიული დანახარჯები რაც ზედმეტი გადაყრილი ფულია და თვითონ განათლების ბიუჯეტში შიგნით თავისთავად ცხადია რომ არის ასეთი უამრავი არჩი აი მაგალითად ეხლა ექციტრის გამოცხადდა ტენდერი სასკოლო ფორმა რომელიც არის ამ განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ნაწილი. ამ ფორმების ტენდერში ტენდერის ბიუჯეტი არის 44 მილიონი ლარი. და ამ 44 მილიონი შეიგერება რაღაც ფორმები, ამას ერე მიყიდიან ნაწილს მშობლებს. და ესე იგი, კიდევ მშობლების დანახარჯი ემატება. ესაუბროთ უფრო მეტი იქნება, ვიდრე საფუძველო დახმარება. და რომ აქედან ნაწილი იქნება სოციალურად დაუცველებისთვის უფრო უფასოდ გადასცემა. ანუ სადღაც 200 მილიონი ერაზავთვალე, სადღაც 200 მილიონი დაიხარჯება სკოლის ფორმებში. და ეს 200 მილიონი რო დახარჯულიყო მაგალითად სასკოლო უფასო სასკოლო კვებაზე, რომელსაც ამბობენ რომ ფული არ გვაქვს. იხობოდა პრაქტიკულად ყველა მოსწავლე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავთვალეთ მაშინ ის ფასები გაიზარდა, მაშინ ეყობოდა. ეხლა შეიძლება არ ეყო. მაგრამ ხო, მაშინ რომ დაწყებულიყო, აი მაგალითად 19-ში და 18-ში რომ იყო ეს პროგრამა, ხო, 2019 წლის წინ ამბობდნენ რომ ეხლა აი პეპეს დავიწყო, ყოველ შემდეგ წელს და აი უკვე კომისია მუშაობს და ასე შემდეგ. მაშინ რომ დაწყებულიყო, ეს ბევრად ნაკლები დაუჯდებოდა სახელმწიფოს ასეთი პროგრამის ამუშავებაზე, რომ წარმოებაც ამუშავდებოდა, რომელიც ის სასკოლო საკვეთს და ასევე და ადგილობრივი საფერმერო მეურნეობის ფაქტორების პროგრამები და ასე შემდეგ. და სკოლების აღჭურვა აღარ იქნებოდა დღეს საჭირო რომ პროცესები მომდე და ხარჯების დიდი ნაწილი უკვე ხდებოდა ასო. მაგრამ ხო ფული ყოველთვის არის, პრიორიტეტები არ არის. სწორად ხო გასაზრდოთ. ერთად ვიყავით ერთხელ განათლების სამინისტროში და კითხეს რომ რას ფიქრობთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე რომ მეკითხა რა რა გიждდებათ მითხარით მეთქი და მეგეთქვით რას ფიქრობთ და არ იცოდა არა ან მინისტრის მოადგილებმა არ იცოდნენ რა უჯდებათ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და რა მნიშვნელობა აქვს რა გიждდება რა თქმა უნდა მორწოს თუ არ მორწოს თუ არ იცი რა გიждდება მაგრამ ფინანსური ანალიზი რა პროგრამას არის ერთ-ერთი საბაზისო ანალიზი რაც უნდა გააკეთო იმის თუ რა პროგრამა კარგია თუ არ არის კარგი ფული რა პრობლემაა შენო ფიო რა უნდა გაკეთო და ფულს უშო
აი გაიწყობლების მიღება თუ არის თვითონ დაუშვებთ ეს პროგრამა, აი რაზე ვლაპარაკობ. ეხლა რასაც დარწმუნებული ვარ, არც ეს განათლების რეფორმა დადგმული, როდესაც გამოაცხადეს, რომ რა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს. აი ეს რა არის? ამიტომ არა არის. ეს რეზულტატია. კიდევ კომენტარები არა. სიკო მე მაქვს ერთი კითხვა არა, ხო, პრინციპში კითხვა გამოდის. აი მათი მხრიდან ეს ეკონომიკური ზრდის ასე ვთქვათ არგუმენტი, მთლიანად მითოლოგია თუ რას იშველიებენ ლოგიკის თვალსაზრისით, აი რას ამბობენ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი ჩვენ მაყურებელსაც, რატო ექნება ამ რეფორმას ეკონომიკური ზრდა მათ ლოგიკიდან გამომდინარე. მათი ლოგიკა ჩემთვის უცნობელია. ანუ რა თქვენ? მათ თქვენს რომ აქვს სტრუქტურული შეუთავსებლობა განათლებასა და დასაქმების მოთხოვნებს შორის. დასაქმებლები ითხოვენ დაბალ კვალიფიკაციას და ხალხთან მაღალი კვალიფიკაცია. ამიტომ საზოგადოებას უნდა დავარწოთ შესაძლებლობა რომ მიიღონ მაღალი კვალიფიკაცია იმისთვის რომ მათ არ ქონდეთ ამბიციები რომ უნდა ქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები. თუ ისინი კმაყოფილები იქნებიან რომ დასაქმებიან მაღალანაზღაურებადი სამსახურებში ეს გააჩენს რომ მაღალ კმაყოფილებას ასაკმებენ. ეს არის და ეს ლოგიკა, მაგრამ რატო გაზრდის ეს ეკონომიკას უკეთესად ან საერთოდ მართალია თუ არა ეს სინამდვილეში თუ არა არავინ არ იცის, იმიტომ რომ როდესაც ამცირებს შესაძლებლობებს აქ რომ მიიღონ განათლება და შესაბამისად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი დაიწყებენ მართლა ფოთლის ბერავებად მუშაობას, იმიტომ რომ ალტერნატიული შესაძლებლობები არსებობს ქვეყნის გარეთ. ეს არ არის ჯაკეტელი ქვეყნა, თუ მართლა იმდეს იზავ რომ გაგეუქმებენ სავიზო თუ ვიზო რეჟიმს ყველა ქვეყანასთან და მართლა ჩაკეტა ამ ხალხს მართლა აიძულებ რომ წავიდნენ დაბალანაზღაურებად სამსახურებში, კი შეიძლება გაამართლოს ამ პოლიტიკა, მაგრამ თუ ხედავთ იმას რომ ახალგაზრდები ზაფხულში მიდიან ევროპაში, დასავლეთ ევროპაში სამუშაოდ და იქ ერთ თვეში უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე აქაურ საშუალო ანაზღაურებად სამსახურებში, მაშინ გიჟები უნდა იყვნენ, რომ დათავდნენ ამ პირობებს. ანუ იქაც არ ჭირდება დიპლომი სინამდვილეში იმისთვის, რომ იმ სამსახურებში იმუშაონ, მაგრამ რეალურად ხო რა ვიცი, პერსპექტივას უკარგავ, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს мотиваცია, რომ მიიღოს განათლება და მერე რაღაცა თავისი ენერგია და ცოდნა ჩათოს ამ ქვეყნის განვითარებაში და სინამდვილეში აიძულებს რომ სხვა ქვეყნები განავითარონ ან იქ იმუშაონ იაფ მუშაობად. ეს ეკონომიკურად არანაირად სასარგებლო არ არის. კიდევ დამატებით კითხვები, კომენტარები, ან ვიმეს ხო არ აქვს სურვილი რომ რაღაც დაამატოს სიკოს ისედაც ჩაშლიო პრეზენტაციას. ლელა ხო არ კარგით, თუ სხვას არავის არ აქვს სურვილი, მაშინ დღეს პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ. ამიტომ მადლობა მობრძანებისთვის და ამ თემაზე გავაგრძელებთ ჩვენ დისკუსიებს მომავალ კვირასაც და შეიძლება იქ კვირასაც არ. მაგრამ მომავალ კვირას ნამდვილად. მადლობა.